სკოლის მოსწავლეები არ უნდა მუშაობდნენ. მოდით ვიდებოდოთ. კესო ბარბარეს წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. აირჩიეთ თქვენი პოზიცია. ვეთანხმები. არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ კესოს არგუმენტი. კესო, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვს. მოსწავლეს სხვა საქმეები უნდა ჰქონდეს. კარიერისთვის ისედაც დიდი დრო აქვს. მან უნდა ისწავლოს დრო დაუთმოს ცხოვრებს, ოჯახს, შეიცნოს საკუთარი თავი. მუშაობა კი ამ ყველაფრიდან დიდ დროს წაიღებს და მოზარდს ხელს შეუშლის. ახლა ბარბარეს კონტრარგუმენტი სჯერია. ბარბარე, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. მოსწავლეს შეუძლია ემუშაოს არასრული რეჟიმით ნახევარ განაკვეთზე. მოზარდი რაც უფრო ადრე დაიწყოს ფულის გამომუშავებას, მით უფრო ადრე გაუშვება პასუხისმგებლობის გრძნობა, ისწავლოს თანხის მენეჯმენტი და სხვა საჭირო თვისებები. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ ბარბარეს არგუმენტი. მუშაობა კარიერას ხელს არ უშლის. პირიქით, შეიძლება მოზარდს დაეხმაროს სამუშაო ეთიკის გამომუშავებაში, დროის მენეჯმენტში და სხვა პრიორიტეტების დალაგებაში. ახლა კესოს კონტრარგუმენტის დროა. მოზარდისთვის პროფესიის ადრეულ ასაკში არჩევა და მომავლის ადრეულად დაგეგმა შეიძლება საზიანოც იყოს. ამ ასაკში უმჯობესია მან განივითაროს კომუნიკაციის უნარები და აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.